დღევანდელი დილა ესეთი დუალისტური გათენდა ჩემთვის როგორც ბევრი ადამიანისთვის, ვინც წავედით გიორგი ვაშაძის დასახვედრად, იმიტომ რომ ერთის მხრივ ძალიან სასიხარულო ამბავი, ჩვენი მეგობარი, კოლეგა, თანამებრძოლი, რა ვიცი, რაც უნდა დავარქვათ, პოლიტიკური ლიდერი ერთ-ერთი ოპოზიციის, აბსოლუტურად აი უსამართლო, უსაფუძვლო, სრულიად პატიმრობიდან განთავისუფლდა. უნდა ვთქვა, როგორც ჩემ მეგობარზე ასევე, რომ ციხის კვალი ნამდვილად დაეტყო მას და მინუს რამდენი კილოთი გამოვიდა გიორგი ვაშაძე, როგორც ექიმმა რა შენიშნეს. მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რა ვიცი, საკმაოდ სერიოზული, მაგრამ ჯანმრთელობის მხრივ სხვა ნორმაშია, სხვა ყველაფერი. ჯერ აფერი არ ვიცი, არ მგონია, რომ შვიდთვიანი პატიმრობა, ამხელა სტრესი რაც გვესმის იგივე კვებასთან დაკავშირებით, სხვა პირობებთან დაკავშირებით, ახლა ჯანმრთელობისთვის კარგი იყოს ეს და ვიღაცას უხდებოდეს და ვიცი, არავის მხნედ გამოიყურებოდა რა ეს გამოცადოს. არავის ნამდვილად ეს არ არის სახუმარო პოლიტიკურად ისეთი ძალიან კარგად გაწონასწორებულად და მე მგონი განცხადებებიც გააკეთა საკმაოდ ესეთი ენერგიული, როგორც მას ჩვევია. და ხო, მე რას ვამბობ, რომ მეორე ნაწილი ამ ემოციის გარდა იმ სიხარულის, პირველ რიგში ბუნებრივია შვილები, ბავშვები, ოჯახი, ეს არ არის სენტიმენტები, რომელიც უბრალოდ ჩვენში იწვევს რაღაც. ეს ფაქტებია, რასაც ხედავთ. 7 თვე ოჯახს მოწყვიტეს მამა, შვილებს არ უნახავ 7 თვე მამა, იმიტომ რომ წულუკიანი არ ნახა პარლამენტში. ხო, ეს წარმოუდგენელი ამბავია ხა, ეს ალბათ შევა, ხო, ისტორიაში ყველაფერი შევა, მაგრამ ეს ძალიან მძიმედ შევა და მე დარწმუნებული ვარ ზოგადად პასუხისგებლობაც იქნება უდესმე ასეთი ტიპის და ზოგადად აი ესეთ რეპრესიებზე, რომელიც ამას ვერაფერს ვერ დაარქმევ. რა გამართლება აქვს ამას? არ არსებობს, ხო, ეხლა მე ეს პროცესები რომ მიმდინარეობს მთელი მსოფლიოდან ვიღაცა რაღაცას მეკითხება, გარეთაც და შიგნითაც და როცა ეუბნები რა არის მიზეზი, ხო? ყველა სხვა მიზეზები გონია, ვინც არ არის გაცნობიერებული თუ დარჩა კიდე ესეთი ხალხი, რომ აი ამისთვის ეს წარმოუდგენელია. მაგრამ მეორე ნაწილი რაც მინდოდა მეთქვა აი ამ სიხარულთან ერთად და გვამბობდი სწორედ ოჯახის მთავარი მეგობრები ყველა არის განცდა აი წარმოუდგენელი რაღაცა დრამატული ამბის, ხო, რომ ჩაუფიქრდები, ველოდებოდი დღეს რამდენიმე საათი. დილის 8 საათიდან, ну, რაღაც მე მგონი 11-ისთვის როგორც იყო და რა თავს ეკითხები შენ თავს რატო ხდება ეს? რატო უნდა იყოს ეს ყველაფერი, რატო უნდა შედგეს ეს ყველაფერი, იპოვეთ პასუხი. გადაწყვეტილება. ხო, როგორც ჩანს იმას, რასაც ჩვენ სხვა ქვეყნებში ვხედავდით, იშვიათად წიგნებში ვკითხულობდით, რაღაცა რეპრესიები და პოლიტიკური პატიმრები და გვეგონა რომ ეს ყველაფერი გაფრინდა, წავიდა და ისტორიას გაყვა, როგორც ჩანს ესე არ არის და ძალიან სამწუხაროა, რომ აი სწორედ ეს გზა, რომელიც იყო საქართველოსთვის თითქოს განსაზღვრული, სრულიად მოტრიალდა. როგორ შეიძლება ქვეყანაზე ვილაპარაკოთ, რომელსაც უნდა დასავლური, კი ბატონო, ცივილიზებულს დავარქვენ მომავალი და მას ყავდეს სინდისის ან პოლიტიკური პატიმრები და სამწუხაროდ ეხლა ეს არ არის მარტო გიორგი ვაშაძე, ხო, აქ გვისმენს ალბათ ჩემი ძალიან ახლო მეგობრები და ასევე პოლიტიკური ლიდერები, როცა ყველას ჩამოთვლანამდე არ მინდა ყველას კიდე ერთხელ მივესალმები და ყველა გვენატრება და გვინდა ყველა ძალიან მალე გამოვიდეს, მაგრამ არის უამრავი ხალხი, ვისაც არ ვიცნობ მე შეიძლება პირადად, ან ერთხელ მყავს ნანახი აქციებზე ან სხვა და დღესაც სასამართლოები მინდის, ყველა დილა იწყება სასამართლო, რისთვის დაჭერები, ტროტუარზე დგომა, სამართალი გახდა, ტროტუარი, გახედვა, დალაპარაკება, განცხადება, მალე ალბათ Facebook სტატუსი, არ ვიცი. წარმოუდგენელი ამბავია ეს და სწორედ გიორგის განცხადებაც, ჩვენი მცდელობებიც, ხალხი დღეს რაზეც ლაპარაკობდა გიორგი, საზოგადოება ქუჩაში ამდენი ხნის განმავლობაში დიდი მსხვერპლ შეწირვა რაც ხდება, ხო? ყველანაირი რესურსების გაღება ადამიანების მხრიდან, მედია, რა ვიცი, ყველა ჩართული იმაში, რომ ეს შეჩერდეს და რაღაცნაირად მოხდეს ამ პროცესის შემოbrunება, ხო? რაღაცა ცვლილება, რომელსაც ვიზახით, სერიოზული, დრამატულიც ვიტყოდი, იმიტომ რომ ამას სჭირდება სრული ცვლილება და არა რაღაცა კოსმეტიკა, მშვიდობიანად, კი ბატონო, დემოკრატიულად, თუმცა ამას თვითონ მან უნდა შეუწყოს ხელი, ვინც დღეს გადაწყვეტილებებს იღებს და ვინც არის ეს თქო დე-ფაქტო დღეს გადაწყვეტილებებს უკაცრავად ბატონ გიგი, დღეს გადაწყვეტილებებს იღებენ ის მოსამართლეები, რომლებიც უკან მოუხედავად მიაქანებენ ამ ქვეყანას ირანიზაციას. იგივე სასამართლო ხელისუფლება, რომელიც არის, რა ვიცი, ამ პორტელი ამ 5 ადამიანი გაუშვეს დღეს ან სასჯელის ქვეშ, ან პოტენციური პატიმრები გიქნებიან, ან 5 დღიანი პატიმრობით ციხეში ტროტუარზე დგომის გამო. მე მესმის, შეიძლება ვიღაცისთვის ძნელი ამ ერთ-ეგეზე ლაპარაკი შეიძლება ჟურნალისტებისთვის მე ძალიან თანაუგრძნობ
ჟურნალისტებს, იმიტომ რომ სულ ხშირად ამ ერთ და იგივეზე ყველა რესპონდენტი ამას ლაპარაკობს, მაგრამ ეს არის ის გამოსავალი და რას ფიქრობენ პოლიტიკოსები, სადაც პოლიტიკური პროცესის გაცოცხლების პერსპექტივაზე? კი ბატონო, მე მგონია რომ ციხეების დატოვების შემდეგ ეს ლიდერები ყველა ამბობს, რომ ჩვენ ერთობაზე უნდა ვისაუბროთ. აი ერთობის პერსპექტივაზეც გითხარით. კი ბატონო, ხო მე მგონი რომ ძალიან ლოგიკურად გადავდივართ მაგ საკითხზე, იმიტომ რომ თუ რაღაც ცვლილებაზეა ლაპარაკი პოლიტიკური პროცესის გაცოცხლებას არ ვიტყოდი, გაძლიერება ალბათ უფრო სწორია, იმიტომ რომ არ მომკვდარა ეს პოლიტიკური პროცესი. უნდა იყო რაღაც ჩავარდნები, იყო უფრო უკეთესი პერიოდი, მაგრამ ახლა მე ვფიქრობ, რომ იმის გარდა რომ უკვე მოთმინებაც აღარ არის, ხო, უკვე სრული ასე ვთქვათ პერსპექტივის დაუნახავობა ასეთ შემთხვევაში არა მარტო ვიღაცაში სასოწარკვეთა იზრდება, არამედ პირიქით ენერგიაც იზრდება, რომ ეს ყველაფერი შეცვალო და ეს მთავარი ამოცანაა დღეს, ხო? ამიტომ პოლიტიკურ პარტიებს დიდი როლი აქვთ. მე ხშირად ვამბობ ხოლმე ამას ინტერვიუებში, რომ ბოლო პერიოდში მიხარია ის, რომ აი საზოგადოების ის ნაწილი საპროტესტოც, სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკური სპექტრი უფრო დაახლოვდა ამ ბოლო თვეების განმავლობაში. განსაკუთრებით ერთობლივი აქციებია, პროტესტში ყოფნა არის, ერთმანეთის თანადგომა, დახმარება, აზრების გაზიარება, რაღაცა გარკვეულ სტრატეგიაზე მუშაობა, როგორ უნდა მოხდეს ეს მშვიდობიანი დემონტაჟი, შემდეგ რა იყოს და ასე შემდეგ. აქ ეს პროცესი მიმდინარეობს აქტიურად. თუ პოლიტიკურ სპექტრზე ვიტყვით ახლა ეს რაღაცა ეგრეთ წოდებული 8 პარტიის ფორმატი არსებობს, სადაც უფრო ინტენსიურია, მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ფორმატი გაფართოვდება, უფრო სერიოზული და მეტი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური აქტორი ჩაერთვება და ეს იქნება ერთი ნაწილი იმისა, რომ ჩვენ საზოგადოებას დავანახებთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასე ქვეყნის გარეთ, რომ ალტერნატივა არსებობს, ხო, რომ სახელმწიფო პროპაგანდას არ მიეცეს მუდმივად იმის საშუალება, რომ საუბრობდეს, რომ კარგი ახლა კი ბატონო, აი რო შეიცვალოს, მერე ვინ და ამის კულტივირებას ახდენდა, რომ თითქოს საქართველოში არ არის ან სამოქალაქო ნაწილში, ან პოლიტიკურ ნაწილში არ არიან ის ძალები, ვისაც შეუძლია ქვეყანა რაღაცნაირად მართოს და გაატაროს თუნდაც ტრანზიციის პერიოდი და შემდეგ წაიყვანოს ქვეყანა წინ. და წაიყვანოს ქვეყანა იქითკენ, სადაც ყველას უნდა, ხო, რაღაცა ცივილიზებულ ნაწილში და არა იზოლირებულ საქართველოში ცხოვრება. რომლის მაგალითები ახლა ძალიან ბევრი გვაქვს. ამიტომ აი ეს ორი განსაკუთრებით ეს ორი კომპონენტი სამოქალაქო და პოლიტიკური მე დარწმუნებული ვარ სულ მალე კიდევ უფრო დაახლოვდება გარკვეული კოლგის ქვეშ ეს იქნება სტრატეგია, ეს იქნება გარკვეული ინსტიტუციური რაღაცა სტრუქტურა თუ ასე შემდეგ, იმიტომ რომ ალტერნატივა სხვანაირად წარმოუდგენელი, ალტერნატივა არ შეიძლება იყოს ამორფული რაღაცა ესეთი გაურკვეველი რამ, იმიტომ რომ კონკრეტულად ჭირდება ყველას, იქნება ეს გარეთ ჩვენი პარტნიორები და იქნება ეს ჩვენი საზოგადოება პირველ რიგში, ვინც უნდა რაღაცა იმედით მივიდეს, ჩაერთოს კიდევ უფრო აქტიურად პროცესში, ეს იქნება არჩევნებისთვის მზადება თუ სხვა და უნდა დაინახოს თუ ვინ, რა ადამიანები, რა ხალხი ახალი, გამოცდილი თუ როგორი პროფესიონალი და ასე შემდეგ, ვინ აიღებს თავის თავზე, აქ არ არის ერთ ადამიანზე ლაპარაკი, არც ორზე. აქ საუბარი არის უფრო კონსოლიდირებულ, координირებულ გუნდზე. აი ვინ იქნება და როგორ ამის კონტურები უკვე იკვეთება, მე არ მინდა ხა ყველა დეტალზე ვილაპარაკო, არიან ჩვენი პარტნიორები, პოლიტიკური. მაგრამ პროცესი გააქტიურებულია. პროცესი არის საკმაოდ აქტიური ამ მიმართულებით, ახლა მე ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ჩვენ შეგვეძლება რომ საზოგადოებას ეს უთხრათ. კაი, კი ბატონო, დაველოდებით ამას. ახლა მე მინდა თქვენ რომ სხვა გზა არ არის, არა გვაქვს ჩვენ ნამდვილად სხვა გზა, ჩვენ უკან ვერ წავალთ. მე არა ვარ ის პირველი, ვინც ამას ამბობს, მიუხედავად ჩემი გამოცდილებისა ბევრი რამ მინახავს პოლიტიკაში, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ჩემზე გაცილებით ახალგაზრდა ახლად ვინც უყურებს ყველაფერს, ის ამბობს, რომ არა გვაქვს ჩვენ უკან დასახევი გზემთ, რომ თვითონ ვერაფერს ვერ ვხედავ. ბატონ გიგი, ცოტა დრო გრჩება, ამიტომ საერთაშორისო ფაქტორზე მინდა გკითხოთ. თქვენ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთ პირველი პირი, რას ფიქრობთ საქართველოს სრულად მოწყვეტაზე მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან? მაგალითად, აი ტრამპის ეგრეთ წოდებული ახალი გაერო საბჭოში, მშვიდობის საბჭოში, ვხედავთ ბევრ დიქტატორს, ვერ ვხედავთ ივანიშვილს. აი რაზაში შათირიშვილის წერი აქვე შეიძლება მაგალითად მოვიყვანოთ, რუსეთისგანაც კი ვერ გაიგეს რა უნდათ საქართველოდან არათუ დასავლური სამყაროსგან, ხო? აი deep state-ად მონათლული სამყარო გასაგებია, რომ საქართველოს დღევანდელ არალეგიტიმურ რეჟიმს არ აღიარებს თანაბარ სწორ პარტნიორად, მაგრამ რუსეთისგანაც ვერ ხედავენ მხარდაჭერას. რა პოზიციაში, რა სეგმენტში შევიდა ქართული ოცნება, როგორც მოთხოვნა. ნუ ეხლა ძალიან მოკლედ რომ დავახასიათოთ, ჩვენ თუ საგარეო საკითხებზე ვსაუბრობთ, კატასტროფული ვითარებაა, მე რომ მკითხოთ, აპრეს არ ვამძიმებ.
ყველა ფაქტი ამაზე მეტყველებს ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად სამწუხაროდ ჩემთვის და ალბათ ყველა მოქალაქისთვის ამ ქვეყნის საქართველოს არ ჩანს არც სერიოზულ საერთაშორისო არც თქვათ რაღაცა ღონისძიებებზე ან თავყრილობაზე ან რაღაცა დოკუმენტის მონაწილე ან რაღაცა განჯის მონაწილე დავოსიც გამომრჩა. ხო, ნუ დავოსი ხო, მithumet ეს აი ამ ყველაფრის ჩაყრა ამ რაღაცა deep state-ის ქვაფში და აქედან ყურება ეს ყველაფერი deep state-ია დავოსი, ევროსაბჭო, დებატებზე არ გამოცხადებაც კი, როგორც კალაძემ თქვა deep state-ის ბრალი ყოფილა. ძალიან საინტერესო პარანოია რას ნიშნავს რომ ეს იგი დებატების მართვაც, მაგრამ ეთყობა რაღაცნაირად თვლიან რომ ამ ადამიანებს ვინც მათ ჭირდებათ ამას აჯერებენ ამაში. აი როგორ შეიძლება გაამართლო ის რომ დავოსი არის ცუდი მაგალითად, სადაც მთელი მსოფლიოს რეალურად არა მარტო ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკური ტენდენციები წყდება, როგორ გაგრძელდება თქვა ცხოვრება და საქართველოს ამას ყველაფერს არის მოწყვეტილი, ჩვენ ვართ მუდმივად კიდევ ამბობ ძალიან სამწუხაროდ კრიტიკის ქვეშ, კრიტიკაზე უფრო მეტია, როდესაც აგერ ხან ვიზა ლიბერალიზაციის დასრულებით არის ესე ვთქვათ ეს პერსპექტივა ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორობაზე ჩვენთვის იმდენად საამაყო იყო თეა ეს მე სულ მახსოვს და რაღაცა სიამაყით ვიგონებ იმ პერიოდს თქვენც ალბათ და ყველა ვინც როდესაც ჩვენ გავხდით ასეთი პარტნიორები პატარა ქვეყანა რაღაცა წარმოუდგენლად მცირე პოტენციალით მაგრამ ვიყავით ამ დიდი ქვეყნის პარტნიორები ისინი ყოველთვის გაგვიხილავდნენ ჩვენ თანასწორებად ურთიერთობებში ამიტომ დღეს ეს ყველაფერი გამქრალია ამიტომ ეს რო საბოლოოდ არ დასრულდეს და საბოლოოდ არ გაქრეს ამიტომაც საჭირო ის იმ ტიპის კონსოლიდაცია საზოგადოებაში რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ ერთიანობა არა ერთი გუნდი პოლიტიკური, არამედ რაღაც მრავალფეროვნება, რომელიც საერთო ძალას შეძენს, კრიტიკულ ძალას, რაც მოიტანს სრულებას თავისუფალ არჩევნებს და იმას, რომ ჩვენ პოლიტიკურ პატიმრებზე აღარ ვისაუბრებთ საქართველოში და ვილაპარაკებთ რეფორმებზე, განვითარებაზე, დავოსშიც ვივლით, ვაშინგტონშიც ვივლით, ევროკავშირშიც ვიქნებით და არც არანაირ უსაფრთხოების იმ ცივილიზებულ ქოლგას არ ავიცილებთ და არ ვიქნებით რუსეთის ორბიტაზე მბრუნავი ქვეყანა. დიდი მადლობა ევროპის საქართველოს ლიდერს გიგი წერეთელს ვუსმენდით.